მოგესალმებით, დაბრუნდი ისე მაფია 3-ით. მოკლედ, დღეს ასე თუ ისე მაქვს დრო, დღეს იქნება ალბათ ბოლო დრო, რაც მაქვს ერთი კვირის მანძილზე. და მე უკვე იმდენი დრო აღარ მექნება, იმიტომ რომ მოგვიყვებით პრინციპში ადამიანს აღარ მექნება ბევრი დრო და ასე თუ ისე ცოტა ცუდი ამბები არის მაგ მხრივ რა. ეხლა რო ვილაპარაკო მაგაზე ალბათ დეპრესია დამეწყება, მაგრამ მაინც. ერთ სიტყვით, დღეს მინდა რომ როგორმე დავასრულო ეს თამაში. და რატომ მაგას მე მოგიყვებით. მე კიდე რა უნდა გითხოთ მართლა. წინაზე გითხარით რომ მე ვთამაშობდი Borderlands რა. ხო და Borderlands-ო ვთამაშობ, ეგ ისეთი თამაში არის, სადაც მინდა რომ გავაკეთო ზოგადად ნებისმიერ თამაში. დაჟე ამ თამაშიც კი მინდა რომ ყველა DLC შევასრულო და ბარემ მქონდეს ის ნათქვამი რომ ყველა DLC და ყველა რაღაცა ნათამაშები მაქვს, იმიტომ რომ აჩიმენტების აღება ასე თუ ისე ძალიან მომწონს. ხო და Borderlands-ო ვთამაშობ, იქ არის რაღაცები რაც უნდა შეაგროვო, მაგალითად map-ზე, აი როგორც აქ არის, თუნდაც ნახეთ, აი map-ზე რომ მიჩნევს ახლა რაღაც მწვანეს. აი ეგეთი რაღაცეები არის ყველა თამაში, რაც უნდა შეაგროვო და მაგათ რომ შეაგროვებ ყველას, მერე გაძლევს ან რაღაცა achievements, ან მიღწევასავით არის რომ შენ ამდენი რაღაცა შეაგროვე და ყოჩეღო, ან კიდე მაგას რომ შეაგროვებ ფაქტიურად გაძლევს რაღაცა ნივთს. მაგალითად ახლა Borderlands-ში რომ ეგეთი რაღაცები შევასრულე, მომცა რაღაცა იარაღი. მაგრამ რა არის ახლა პრობლემა მანდ? მე Gemini-ს ველაპარაკებოდი, Gemini ვინც არის მსგავსი რაღაცა, რაც არის Google-ის, ანუ ChatGPT რა. ხო და უთხარი ახლა მაგას რომ მეთქი რო დავაგროვო ეგენი რამეს მომცემს თამაში თქო, ან რაღაც achievement-იც მომცემს თქო და ეგ მეუბნება რომ კი რაღაცა მოგცემსო. ხო და დავაგროვო დღეს რაღაც ეგენი, ანუ ძალიან დიდი ხანი მომდი მაგენის დაგროვებას რა. და მე რო არ მომცა არაფერი, გარდა ერთი იარაღისა, რომელიც ისედაც შემეძლო რომ მე ნახა რაღაცა chest-ში ანუ ისედაც შემეძლო ეგ იარაღი ამოსვლოდა chest-ში და მქონდა ისედაც რა, ანუ ორი ცალი მქონდა ეგეთი. მე კიდევ ვკითხე. აუ, კაი რა. მაგრამ პრინციპში ის ხომ მოვყალიდა. რავი, დამწვარი და აფეთქებული მანქანაშიც და ეგ თუ გეცოცხალი არის, მალადეც მაგას. ხო და მე ვკითხე კიდე Google-ს, რომ მეთქი იცი რა არის? ეგეთი რაღაცები ავაგროვე და არ მოუცია მეთქი რაღაცა მიღწევა და achievement-ი თქო და ეგრე უნდა ყოფილიყო თქო და კიო, ანუ მაგაზე achievement-ს არ გაძლევსო, მაგაზე გაძლევს უბრალოდ ერთ იარაღსო. და ანუ გამოდის რომ იმ Gemini-მ იგივე ChatGPT-მ ეს რო თქო Google-ის ვერსიამ მომატყუა და მითხრა რომ მოგცემსო მაგასო, მაგრამ რეალურად არ მომცა. და მაგის გამო აი ასე თუ ისე წოდა გაბრაზებული ვიყავ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არ ვშლიდი მაგ თამაშს, რატომაც ვიტოვებდი მაგ თამაშს იყო ეგ. რომ მეთქი მაგათ ვარემ დავაგროვებ და როცა უკვე achievement-ს ავიღებ, მე უკვე წავშლი თამაშს თქო და არ მომცა არაფერი, ან ყველა გავაკეთე ეგენი. რაც არის ძალიან ცუდი. მაგრამ ეგ თამაში მოვიშორო უკვე, ანუ მაგ Borderlands აღარ ვითამაშებ. ჩემი მშობლები ფაქტიურად მაგ თამაშმა შეიწირა, ნუ მთლად არა ეხლა რა თქმა უნდა. საღამობით თამაშობდი ხოლმე ძირითადად, მაგრამ მაინც. ძალიან ცუდი არის რომ ეგეთი რაღაცა მოხდა. რაც შეეხება ახლა კიდე რატომ მინდა ამ თამაშის დახურვა, მოკლედ მე ვინც არის თუ არ უნივერსიტეტში უკვე ძალიან დიდი ხანი ავიძახე მაგას და პლუს კიდე ალბათ ისიც გეცოდნებათ რომ ვიდეოებს რატომაც ვერ ვიღებ ხშირად არის სწორედ უნივერსიტეტი და ასევე სამსახურიც. ხო და ისეთი რაღაცა ხდება ახლა. ერთ წამოდი გადმოვიდეთ და ამას რომ მოჩები გეტყვით მე. აუ, კაი რა. კაი, მოკლედ ამას გავივლი ისე, რომ თქვენ ბევრი არ უყუროთ, ან ბევრი არ ნახოთ, არ იწოროთ და როცა უგამორჩება დაიბრუნდებით. მოკლედ, მე ხანი მომდი ამის გაკეთებას, რომ საბოლოოდ ძლივს დავიჭირე. და მე ახლა პოლიტიკის გაქცევა მედი არ მომიწევს. ხო, ეს ის კაცი არის. შენ უნდა იყო ის ზანგი. ჩემი სახელი Lincoln Clay-ია. Lincoln Clay? ზანგი და Lincoln Clay ერთი და იგივეს ნიშნავსო. უი, ამას არ უყუროთ. ხელი ავაფარე ხე ეკრანს თვითონ თქვენს დაინახავთ მაგ ხელისაფარებას, მაგრამ არ ვიცი რამდენად შეიძლება რომ ეგ YouTube-ზე ვაჩვენო. ოჯახ Lincoln, ოჯახ. ძალიან საზღვრობა კი იყო, მაგრამ აი მალადეც მაინც. კაი, წავით ახლა ჩვენ იმედია რომ მისიას კიდე ამოვაგდებს. You jam the knife through. ესე იგი დანა გაუყარე თავში მაგ კაცო. კარგი, ნახოთ ახლა არ არის უკვე მისია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უნდა ვაკეთო ეს სისულელე რაღაცა გვერდითი მისიები აი აქ. დიდი ვარაუდით, ხო? Open them to select an objective. ხო. ანუ უნდა ვაკეთო ახლა ეს სისულელეები აქ. ნუ არა უშო სხვა რა გზა, მომიწევს ახლა მაგენის კეთება და როცა უკვე მაგათ მოვშევი და ალბათ მისიასაც წამომიგდეს, მე უკვე კიდე დაგებრუნდებით. ან შეიძლება პრინციპში რომ ბარემ გელაპარაკოთ ახლა იმ თემაზე. ესე იგი
როგორი თემა არის? ახო კიდე გადმოუდი მაქვს ახლა აქ ჩაგდებული. რაღაც ჩეთივით არის, რომ დიდი ხანი არ გამწეროდა რა, ანუ რეალურად ახლა ეგ გადმოუდი ისტორიაზე არ მოქმედებს არანაირად, უბრალოდ რო არ გაიწელოს თამაში და ძალიან Dark Souls-ივით არ გამომივიდეს, მაგიტომ აქვს ჩაგდებული და თუ ახლა ვერ მომკლეს, არ გაიკვირდეთ, იმიტომ რომ ასეთ ისე კომფორტული იქნება რა, რომ მარტივად გავიდე ახლა ეს ლეველები და ყოველ წუთში არ ვიყო მკვდარი. მოკლედ, რა უნდა გითხრათ, ესე იგი. უნივერსიტეტში ვარ უკვე მე-6 წელი იწყება რა. არა იმიტომ რომ ეხლა მე მაგისტრებს ვაბარებ და რაღაც სისულელეებს, იმიტომ რომ ეგ საერთოდ არ მაინტერესებს, ანუ უნივერსიტეტს კიდე არ მაინტერესებს საერთოდ, უბრალოდ ერთი ისაა რომ რაღაც ჩემებმა მთხოვეს რომ ანუ როგორ ხო იცი ახლა როგორც არის რა, ანუ მშობელი რო გეტყვის რომ ჩააბარეო, მე ფაქტიურად ვარს ვეღარ ეუნები და ეგეთი თემა არის რომ მშობელი რო გეტყვის, მეც ასე თუ ისე ჩავაბარე. ხო და თავ ისე რეალურად არ მინდოდა რომ ჩამებარებია, რა თქმა უნდა, ვის უნდა რომ ჩააბაროს. არის ახლა რამდენიმე ესე თუ ისეთი ტიპი ვისაც უნდა რომ ჩააბაროს, იმიტომ რომ მაგაც რაღაცა გეგმა აქვს მომავალში, მაგრამ მე უნივერსიტეტთან დაკავშირებული კონკრეტული გეგმა არ მქონია არასოდეს. და არასოდეს მინდოდა რომ ჩამებარებია მათ. უბრალოდ ერთი მიზეზი იყო ეგ რომ მშობლებმა მითხრეს და მე კიდე მეორე მიზეზი იყო ის რომ ჯარს ესე რომ ვთქვა დავრიდებოდი, იმიტომ რომ ჩემი აზრით ჯარი არის, მით უმეტეს დღევანდელი ჯარი არის სისულელი და არის დროის კარგვა. და პლუს კიდე არ უნდა იყოს ჯარი სავალდებულო და უნდა იყოს ნების მიხედვით. თუ დავუშვათ ახლა მე მინდა რომ წავიდე ჯარში, უნდა იყოს მაგ შემთხვევაში ჯარი, ხოლო თუ არ მინდა რომ წავიდე, მაშინ არ წავალ, იმიტომ რომ წარმოვიდგინე ახლა შეიძლება მე მაქვს რაღაცა ბიზნესი. დავუშვათ YouTube-დან ვშოვლობ რაღაცა ფულს რა. ხო და 1 წლის მანძილზე რომ მე მიშვებ შენს რაღაცა, ეგ იმას გამოიწვევს რომ ფაქტიურად ანუ ეგ ბიზნესი ჩამივარდება. დავუშვათ შეიძლება მე ვდიევდე ყოველდღე რაღაცა ვიდეოებს. ამათ კიდევ ვერ ვტოვებ ახლა. ხო და ყოველდღე ვიდეოს რო ვდებ, ხალხი შესაბამისად მაგას მიშვეული არის და შესაბამისად კიდე ნახვებსაც ვიღებ, იმიტომ რომ ხალხი მიშვეული არის რომ მე ყოველდღე რაღაცა ვიდეოს ვდებ და მე უკვე რომ აირევა ეგ, ანუ ეგ გრაფიკი შესაბამისად მე ხალხის უკვე ნაკლებად ნახავ შენ ვიდეოებს და ფაქტიურად ეგ ბიზნესი, ანუ YouTube-ის ბიზნესი რაღაცნაირად ჩაგივარდება. რაც არ არის მთლად კარგი ხარ, რა თქმა უნდა. მაგალითად კიდე ჩემს ძმაკაც ჰქონდა რაღაცა ბიზნესივით, რაც იმას მოიაზრებს, რომ მანქანები და რაღაცები ჩამოყავდა და საბოლოოდ მე ეგეთი რაღაცა მითხრა, რომ ეხა მე ჯარში რო წავიდე, გამბაჟებით ან მანქანას უკვე ვეღარ გავაბაჟებ, იმიტომ რომ მაგის რო აღარ მექნება და თან თუ 6 თვიანზე წავედიო, 6 თვიანზე ისეთი რაღაცაა, რომ თუ აუშვები სახლში ხარ, მე მგონი ერთი დღე თუ რაღაცა ეგრე. და შეიძლება ისე მოხდეს, რომ მანქანის გამბაჟება ვერ მოვასწრო და მოკლედ დავი მანქანის გამბაჟების ვერ მოსწრების შესაბამისად ჯარიმა დამიწერონო რა, ანუ ძალიან ძვირიანი ჯარიმა. და ხო ხვდებით, ანუ რამდენად სისულელი არის, ანუ რამდენ ვიღაცას, ვისაც შეიძლება რაღაცა გეგმა ჰქონდეს, ანუ ფაქტიურად უკლავენ მაგ გეგმებს და მაგ იმედებს და კიდე რაც შეიძლება იყოს. და მაგიტო არის რომ მეთქი არ მომწონს ხო რა, ეგ იდეა რომ ჯარი არის სავალდებულო. უნდა მივიდეს ესეთი ადამიანი, ვისაც აქვს მაგის სურვილი. და მით უმეტეს კიდე, როცა ქვეყანა ანუ შენზე ნაკლებად ღელავს როგორც მოქალაქეზე, შენ რატო უნდა ღელავდე იმდენად მაგ ქვეყანაზე? ძალიან კაი მაგის საფეთქება მინდოდა ისედაც. და შენი ქვეყანა რო ძალიან გიulides, შენ გეხმარებოდეს, ყოველთვის გვერდით გედგას და ასე შემდეგ და ესე შემდეგ, არ მექნებოდა მეც არანაირი პრობლემა. თან კიდე პლუს რო ფასდებოდე მაინც როგორც ჯარისკაცი, არც მაგაზე არ მექნებოდა დიდი პრობლემა და პირიქით, ანუ მეც მომინდებოდა რომ წავსულიყავ, მაგრამ არ არის ეგრე. და ამ კარგი მანქანების საფეთქება ახლა ნამდვილად არ მინდა, მაგრამ რა თქმა უნდა. რაც არის ძალიან სამწუხარო. ხო, ეგ არ ვიცოდი, ძალიან კაი. მოდი ახაც დავდოთ პარე. და ერთი ეგ იყო მიზეზი, ხოლო ეხა კიდე ესეთი თემა არის, რომ საერთოდ ანუ უნივერსიტეტის დანახვაც აღარ მინდა, იმიტომ რომ როცა 6 წელი აკეთებ ერთი და იგივე რაღაცა იდიოტობას, საბოლოოდ მე ისეთი მომენტი ხდება, რომ აი ბეზრდება რა. აი ფიზიკურად აღარ შემიძლია უკვე რომ ვიდგე, ან ვიჯდე და ვუსმინო ვიღაცა ქალი როგორ მიხსნის უკვე მე-3 საათი არის რაღაცა სისულელი ლექციას, რაც აი საერთოდ არ მაინტერესებს. აი უბრალოდ არ შემიძლია. შეიძლება ეხლა თქვენ თქვათ, რომ როგორ არ უნდა შეგეძლოს კაცო, ესა და ის, მაგრამ აი არ შემიძლია და რა გავაკეთო, აი ფიზიკურად ვერ ვჯდები თან. წარმოვიდგინე ეხლა ერთი და იგივე საგანს რო ისმენ 3 საათი. აი არ ვიცი, აი ან იმათ როგორ არ ეზარებათ, როცა
3 საათიდან არა მარტო ჩვენ გვიხსნიან, არამედ ასევე სხვა ადამიანებსაც ხო უხსნიან, ეხლა იქ მარტო ჩვენ ხო არ ვართ როგორც ბავშვები, სხვაებიც არიან ფაქტია ხო? ხო და იმათ მაინც როგორ არის არებად ბიჭო, აი პროსტა ვერ ვიაზრებთ, ან ყოველ დღე 10 წელი ვინც მუშაობს, მან თუნდაც არ ვიცი, აი საზიზღრობა, საშინელება არის, დაჟე მეოთხე სემესტრამდე როგორ მივედი, კი არა და მეოთხე კურსამდე როგორ მივედი, ეგეც არ ვიცი. თან მე ხავ სწავლობ ინგლისურ ფილოლოგიაზე, რაც საკმაოდ რთული არის ზოგადად რა და სირთულიდან გამომდინარე ფაქტიურად ბიჭები მაგ საგანზე არ არიან ხოლმე. თელ ჯგუფში ფაქტიურად ერთადერთი ბიჭი ვარ მე. რაც ახლა არ ვიცი ამდენ კარგი არის, მაგრამ ეგრეა რა, ანუ არ არიან მაგ საგანზე ბიჭები. და ვინც არის კიდე გოგოებიც თუ გინდა ბიჭებიც, როგორც მე გავიგე ყოველ შემთხვევაში ლექტორებიდან ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც მაგ ფაკულტეტზე ყოველ შემთხვევაში დაჟე პირველი სემესტრიდანვე კიდე საგნები აქვს შეტენილი და მე რომ მეოთხემდე მოვიდი ისე რომ საგანი ნაშემტენია, ძალიან გასაკვირი არის. თუმცა ეხლა რაღაც უკვე დავიწყე სამსახური, შემეტენა საგანი, ნუ ძალითაც შევიტენე რამდენიმე საგანი, იმიტომ რომ მინდოდა რომ როგორღაც, ანუ ესე რომ ვთქვათ, ჯარის თემაში რა ხო ხვდები თქვენც. საბოლოოდ მაინც მომიწევს ეხლა მე მან წავსვლა და უბრალოდ დროს ვწელავ, ყველა უბრალოდ და ეგ არის სწორედ დიდი მინუსი, რომ დროს ვწელავ და უნდა წავსულიყავი წესით აქამდე მაგჯერში, რომ ბარემ ესე რომ ვთქვათ მომელიასავით და მე უკვე სანერვული აღარ მქონოდა. მაგრამ ხო ხვდებით ეხლა თქვენც რა მოკლედ ერთ სიტყვით. და პრობლემა რაც არის ეგ რა, ანუ ძალიან ბევრი საფიქრი არის. ჯერ საგნები რო შემეტენა კიდე გამოდის ისე რომ ერთი საგნის გამო მიწევს გადავიხადო მთლიანი სემესტრის თანხა, ანუ როგორი თემა იცი? დაუშვათ იმ შემთხვევაში თუ ერთი საგანი ღირს 100 ლარი და მე ორი საგანი მაქვს შეტენილი, უნდა გადავიხადო წესით და კანონით 200 ლარი, იმიტომ რომ ეგრე არის რა ზოგადად. თუ შემეტენება 200 ლარის საგნები, უნდა გადავიხადო 200 ლარის და რატომ უნდა გადავიხადო ხა 2250 ლარი მთელი სემესტრის, როცა ყველა საგანი არ შემტენია. ხო სისულელი არის, მაგრამ უნივერსიტეტებში და ამ უნივერსიტეტებში ყოველ შემთხვევაში არის ეგრე, რომ უნდა გადაიხადო მთელი სემესტრი, რაც არის სისულელე. ანუ გამოდის, რომ ეხა მე ამ სემესტრშიც კიდე შემეტენება 2 საგანი მინიმუმ და 3 საგანი მაქსიმუმ, იმიტომ რომ 2 საგანი არის ლიტერატურაზე და მე ხა სამსახურთან ერთად და კიდე YouTube-თან ერთად და ყველაფერთან ერთად არა მაქვს იმის თავი, რომ თან რაღაც სისულელი წიგნები ვიკითხო. რაც არაფერში არ მაინტერესებს და პლუს კიდე მაგას დავამატო სამსახურის და YouTube-იც. და 2-3 საგანი შემეტენება და გამოდის, რომ უნდა გადავიხადო კიდე დამატებით რაღაც თანხები, რომ ესე ვთქვათ არ გამრიცხონ. მერე კიდე საქმე ისაა, რომ თან მომიწევს სამსახურის თავის დანებება, კიდე იმიტომ რომ მაგ უნივერსიტეტს მივხედო და რაც შეტენილი საგნები არის ამ წელს, მომავალ წელს მაინც ჩავაბარო ეგ საგნები, რაც კიდე გეუბნებით არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება. მაგრამ შესაძლებელიც რომ იყოს, საქმე ის არის, რომ არ შემიძლია, აი დაჯდომა არ შემიძლია და რა გავაკეთო ვერ ხვდები. შესაბამისად სამსახურის დანებებაც მომიწევს, რაც არ მინდა რომ სამსახურის დავიდავანებო და გამოვა ისე რომ ერთი წელი უნდა ვიყოთ ყვილად, იმიტომ რომ რაღაცა უაზრო საგნები ვაბარო უნივერსიტეტში და ფაქტობრივად ერთი წელი ჩემი ხელფასი არ მექნება, რაც არ მინდა რომ ეგრე იყოს კიდე, იმიტომ რომ არა ვარ უკვე თინეიჯერი და არა ვარ უკვე ბავშვი და შესაბამისად მინდა რომ მქონდეს ჩემი საკუთარი ხელფასი და მინდა რომ ჩემი თანხა მქონდეს და მაგ ჩემი თანხით ვაკეთო ის რაც მინდა და როგორც მინდა. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ეს უნივერსიტეტები, ყველა არის გაკვეხებული რაღაცა შვაში და ყველაფერში ხელს მიშლის რა, ესე რომ ვთქვათ. 5 წლის მანძილზე უკვე ვერ დავისვენე წესიერად რა. ანუ მაგაში გულისხმობ იმას, რომ ჩემი თავისთვის დრო ისე აღარც მქონია. სულ მაგ უნივერსიტეტზე ვფიქრობ, სულ მაგ უნივერსიტეტზე მაქვს რაღაც ნერვები შლა, სულ უნივერსიტეტი ეს, უნივერსიტეტი ის და მოკლედ საზიზღრობა არის რა. აი, რო არ დამაჯერებინა ჩემებზე და ანუ წავსულიყავი ეგრევე ჯარში, ისე გამოვიდოდა ეხლა რომ ფაქტიურად არ დავკარგავდი მე ამ 5 წელს რაღაც უაზრო უნივერსიტეტში, არ დავკარგავდი იმ რაღაც ალბათ 10000 ლარს, ან დაჟე მეცაც მე მგონი, რაც უნივერსიტეტის გადასახადებში გადავიხადე, არც იმ ნერვებს არ დავკარგავდი, არც დროს არ დავკარგავდი თუ არ მიხსენებია დრო და მოკლედ კიდე ბევრ რაღაცას არ დავკარგავდი, რომ უნივერსიტეტში არ წავსულიყავი. და პლუს კიდე საქმე იქნებოდა ისიც, რომ ჯარის მოლეული მექნებოდა და შესაბამისად ეხლა უკვე სამსახური მექნებოდა ალბათ 5 წლის მანძილზე გადამბულად, ანუ სტაბილური ხელფასი მექნებოდა წესიერად. შესაბამისად სახლში მოვიდოდი, დავისვენებდი, იმიტომ რომ ჯარის მოლეული მექნებოდა და ყველაფერი და პლუს კიდე შეგვულება რომ მოგეხა, შევეგუებოდი ამ შეგულებას ისე როგორც ნორმალური ადამიანი უნდა შეეგუოს და არ მექნებოდა საჯავრებელი იმაზე, რომ ეხა უნივერსიტეტს რა დაამთავრებს, მე უნივერსიტეტს კიდე თუ დავამთავრე უნივერსიტეტიც კიდე
და მაგაზე რა ენერგიულებს კიდე ხა საგნებზე და რაღაცეებზე. მე კიდე ჯარი მომიწევს, ჯარის გამო მე მომიწევს სამსახურის თავისთანებება პლუს ეს და პლუს ის და ხო ხვდებით ეხლა თქვენც ანუ რამდენი რაღაცა არის ერთად. და ანუ ამ სამივეზე ერთად კიდე პლუს ბევრ რაღაცაზე ერთად ფიქრი ისე მხლის რომ მე არაფრის თავი აღარ მშება რა. ვარჯიშიც მინდა, ვიდეოების გადაღებაც მინდა, ბევრი რაღაცა მინდა, მაგრამ აი ამ სამივეზე რომ ერთად ვფიქრობ ესე ისეთი თემა არის რომ აღარა მაქვს არაფრის თავი რა, ანუ არ ვიცი, აი ალბათ დეპრესიასავით ან არ ვიცი რასავით არის, მაგრამ ზოგჯერ აი საერთოდ აღარ მინდა არაფერი რა. ეხლა ეგ როგორც ისე გაიგეთ თქვენ, მაგრამ ძალიან საშინელება არის. ხო. ეგ იყო რაც უნდა მეთქვა თქვენთვის. სამწუხაროდ უნივერსიტეტის გამო, რა ვიცი. თან როგორი თემა კიდე იცი? როგორც მე ვიცი ყოველ შემთხვევაში და როგორც გავიგე, თუ შეგეტენება საგანი ორჯერ, მესამეჯერ უკვე გადაბარებაზე ვერ გადიხარ. არ ვიცი რამდენად მართალი არის ახლა ეგ, მაგრამ ვერ გადიხარ გადაბარებაზე. თან კიდე პლუს ისეთი რაღაცა არის, რომ არის ძალიან მოუწესრიგებელი ეგ უნივერსიტეტი. არ დავასახელებ ახლა კონკრეტულად რომელი უნივერსიტეტი არის, მაგრამ ქუთაისში არის და ალბათ მიხვდებით თქვენც. და რატო გეტყვით? ერთი სიტყვით. მე ცხრილი რომ მომწეს, ანუ ცხრილები არ ვიცი რატო კიდე, ანუ რომელ საუკუნეში ვარ არც ეგ არ ვიცი, მაგრამ ცხრილი ხო უნდა იყოს საიტზე. ანუ რო შედიხარ უნივერსიტეტის საიტზე, უნდა იყოს იქ ცხრილი და უნდა ეწეროს იქ, რომ ამა და ამ დროს იქნება ეს ლექცია, იმა და იმ დროს იქნება ეს ლექცია. მაგრამ აქ პირიქით, ანუ ფურცლებზე არის გაკრული რაღაც, რა ვიცი, დიდ შენობაში და შენ უნდა ეძიო რა, რომელ სართულზე იქნება ეგ ცხრილი, რომელ სართულზე რომელი საგნის ცხრილი იქნება და ფაქტობრივად 1 და 2 კვირა უნდა იმოს, რომ გაარკვიო, რომელი საგანი აქვს არჩეული და რომელი ცხრილი არის შენი. მე მაგას რო გაარკვევ, რაც ნუ ასე თუ ისე ძლივს გავარკვიე, აღმოჩნდა ისე რომ დაუშვათ ეხა თუ ეწერა რომელიღაცა საგნის ან საგანი მაგ ცხრილში რო იყო დაუშვათ 2 საათზე და იყო მოდი ესე ვთქვათ 1500 ნომერში. წავედი 1500 ნომერში 2 საათზე და შევედი ეხა შიგნით და დამხვდა ლექტორი და ლაპარაკობს ეხა ეს ლექტორი და მგონია რომ რაღაც 2 საათზე მივედი და რაღაც პირველი ლექცია წერია 2 საათზე მომიწევს რომ ვიყო მანდ 4-5 საათი, იმიტომ რომ მაქვს დაუშვათ 4 და 5 ლექცია. მაგრამ როცა მორჩა ეგ პირველი ლექცია, ლექტორი გავიდა გარეთ და ბავშვებს ვკითხე რომ მეთქი, ანუ ეს იყო სულ თქო? და ესენი მეუბნებიან რომ ხო, ანუ სულ ეს იყო, მეტი ლექცია ამის მერე არ გვაქვსო და აბა აქ რო წერია რომ 2 საათზე უნდა გქონდეს პირველი ლექცია, სხვა ლექციები რატო აღარ გვაქვს თქო? არაო, ანუ ჩვენო 11 საათზე გვიწყებაო რა. ხო და მაშინ ცხრილში რატო წერია რომ 2 საათზე იწყება ლექცია? რა სისულელი არის? გუშინ კიდე წავედი იმას, იმიტომ რომ მოდი ეს წავიღოთ პარემ. გუშინ კიდე წავედი მოკლედ უნივერსიტეტში, იმიტომ რომ შვებულება რო გამივა, მე 1 კვირაზე მეტი ფაქტობრივად გადამბული მუშაობ. ეგრე გამოვიდა რა. და ვიფიქრე რომ არ მინდა რომ გავასწინო პარემ ამდენი და თუ რა წავიდეს მე საქმე უფრო თქო. და მაგიტო წავედი უნივერსიტეტში. და რომ მივედი, ან სანამ წავიდოდი უბრალოდ მე დავაზუსტე ერთი ჩემს ჯგუფელთან რომ მეთქი რაღაც პარასკევს ესეთი სიტუაცია იყო რომ რეალურად ლექცია გქონია 11 საათი როცა ცხრილში წერია 2 საათი კიდე იგივე პრობლემა ხო არ არის და რაღაც ცხრილი ხო არ გაქვს თქო და ეს მეუბნება რომ არა მაქვს არანაირი ცხრილიო მაგრამ 2 საათის მაგივრად ორშაბათს ლექცია იწყება პირველ საათზეო ანუ ეგ უკვე ცუდად დაიწყო რა ეგ ორშაბათის დღეც ხო და მე ორშაბათს რომ მივედი უნივერსიტეტში, ანუ მაგის კითხვის მერე მივედი და ვეძებ ხა ლექციას. მაგრამ ვერ ვნახე ვერსად, ანუ ოთახებში შევედი, არავინ არსად არ არის, ან არიან კიდე სხვა ჯგუფის ბავშვები. მე მივწერე იგივე ბავშვს რომ მეთქი ვერსად ვერ ვნახე ის ჩვენი ლექცია და ხო არის ის სად არის თქო. და ეს მეუბნება სრულიად სხვა ოთახს. აი დაუშვათ ხო წერია იქ როგორც გითხარით მე 1500 ნომერი. და თურმე ლექცია ვქონია 1700 ნომერში, რომელიც არის აი აბსოლუტურად სხვა შენობა. ხო წარმოგიდგენთ ეხლა რამდენად მოუწესრიგებელი არის. არც გეუბნებიან, ანუ რომელი რა ოთახში არის. შენ უნდა გამოვიცნო ესე რომ ვთქვათ. მე კიდე მეორე ლექცია ვქონდა, რომელიც ასევე ეწერა რომ იყო 1500 მოდი ვთქვათ 5 ნომერში. ვიყავი მაგ 1505 ნომერში, არ იყო ჩემი კურსელი არავინ და შესაბამისად დავწერე მე ჩატში, რომ მეთქი ხო არ იცით რომელ ოთახშია თქო. ჩატში დაწერას კიდე არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არავინ არ მან პასუხს არ აქცევს ფაქტიურად, როგორც სკოლის ჩატები ისე არის. მაგრამ ნახევარი საათის მერე მეპასუხეს, რომ ეგეც არის მეორე შენობაში. ანუ მთავარი შენობა, რომელიც არის მაგ ფაკულტეტის იქი არა, ვაფშე სხვა შენობაში არის.
და ანუ ისე მომაშალა ნერვები და ისე დავიღალე, რომ წამოვიდი საერთოდ მაგიდან. და მაგის მერე კიდე რო ვფიქრობდი ამ ჯარზე, უნივერსიტეტზე, სამსახურზე და ყველაფერზე ერთად ისე მეტკინა თავი, რომ თელი დღე მქონდა შაკიკი. და რა ვიცი, როგორ გავძელი გუშინა, არ ვიცი, აზია რა ვარ, მაგრამ თავი ისე საშინად მტკიოდა, რომ დღესაც ასე თუ ისე გადმოვიდა ცოტა. და მოკლედ ეგ არის რა. ეგ არის რაც უნდა მესაუბრა, იმედია ეხლა თქვენც გაიგეთ ასე თუ ისე წყალებში ჩემი ტკივილი, ან რაც ქვია მაგას რა ერთ სიტყვით. ხო, ამასობაში ეს მისიები შევასრულეთ, ანუ ეს რაღაცა გვერდითი მისიები. და იმედია რომ ახლა მთავარი მისია გაიხსნება. აჰა. საბოლოოდ ერთი ადამიანი იყო, ვინც ნახა ყველაფერიო. A woman who lived near Robinson's place saw Sal Marcano and his son Georgie leaving the bar the night of the killings. I tried to bring Sal in for questioning, but all my Sal მოუყვანე რომ დამეკითხავ, მაგრამ Judge Holden-მა ყველაფერი დამბლოკაო. One of those cars has one of them fancy 8-track tape players in it. ეს კორვეტი არის ესეც? კი გავს, მაგრამ არ არის კორვეტი მეგონა. ან შეიძლება C1 კორვეტი იყოს ეს, იმიტომ რომ C1-საც საკმაოდ C1-იც თითქმის ისეთი არის ფაქტიურად. ხო, ну მოკლედ რა. ეგეთი სიტუაცია არის. ფაქტიურად ვერაფერს ვერ მივაღწიე უნივერსიტეტის გამო. აი, საერთოდ ვერაფერს ვერ მივაღწიე. და მშობლებსაც კიდე რა თქმა უნდა ვეუბნები, ყოველ შემთხვევაში დედაჩემს მაინც ვეუბნები, რომ მეთქი ვერაფერს ვერ მივაღწევ ამ უნივერსიტეტით და აი, ფაქტიურად ყურა დავდივარ თქო რა. მაგრამ რა თქმა უნდა, არავის არ ჯერა. გონიათ რომ უნივერსიტეტს თუ არ ჩავაბარებ, არავინ არის სამსახურში არ მიმიღებს, გონიათ რომ უნივერსიტეტის გარეშე არაფერი არ ხდება არასოდეს. ამასობაში კიდე უკვე ფაქტიურად დავბერდი და რავი, არაფერს არ მიმიღწევია, ესეც ახლა რასაც უნდა მიმიღწია. ერთ-ერთი საშუალება არის თუ დავიწყებ ხალხის დასკამბოს, ანუ რაღაც ყალბი რაღაცების გაკეთებას და ხალხის ფაქტიურად ფულის გამოძიებას, რასაც დავაპირებ, იმიტომ რომ ეგ ჩემში, ну ასე ესე ვთქვათ, არ ზის რა. ხო და რა ვიცი, ნახოთ მოკლედ რა როგორ იქნება. შეიძლება მომავალში შეარც ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ 2-3 წელს რო არაფერში არ ვკარგავ, ეგ უკვე, რავი. უკვე 5 წელი ხო დავკარგი არაფერში და ლივის დამატებით 2 წელი კიდე დაიკარგება არაფერში ასევე. აი მოდი გავაკეთოთ ახლა ფოკუსი ჩვენ ამ თამაშზე. სალი ეგეთი გაბრაზებულია, რაც სამინახიაო, მოდი შენ მალეო. სემი გაბრაზებულია. ჩემზე რას ფიქრობ? მე აქ ვწვალობ და ეხლა მაგას უნდა მივხედო? ხო გითხარი? დაგეხმარები როცა მანდ ვიქნებიო. აუ ჯობია რა დამეხმარო. აქედან გემი მალე წავა. რაღაც უნდა დავასრულო და როცა მეცლება მოვალო. I checked with Vessel Traffic Services and they're expecting the Tanager to arrive any time now. Tanager მალე მოვა. So I have no idea where he'll end up once he's back in the city. Frankie ისეთი ტიპია რომ არ ვიცი სად დაბრუნდება ეგ მალეო. მაგრამ მისი მანქანა არის Tanagerზე. და ვიცი რომ ძალიან უყვარს ეგ მანქანაო. ანუ შენ გინდა რომ მე ვნახო ის და ეს დავამაგრო მაგასო? რომ მე გავიგო სად წავიდეს. Once you see the signal, just follow it. ხო, ანუ ესე Put this onto his car. Take apart the rest of his district. No sense in leaving any loose ends. I'm sure Frank will appreciate your მე გონა ეგ ბომბა იყო, მაგრამ როგორც ჩანს GPS-ივით რაღაცა ყოფილა, რასაც სოვიეთ საბჭოთა კავშირში იყენებდნენ როგორც ჩანს და რა ვიცი, ნახოთ. კაი, წავით ახლა ჩვენ მაკეთ. მანქანა სადავტოვე აღარ მახსოვს, მაგრამ მიდია რომ მივაგნებ მაგასაც. ხო კიდე აგერ მაქვს ახლა ეს რაღაც ახალი ენერგეტიკული სასმელი, რომელიც არის ბორჯომის მიერ გაკეთებული. ამას ქვია ენერგია ბორჯომი. და ეს არის კლასიკური გემოთი, როგორც ხედავ. ამას მეორე ვიდეოში გავხსნი და ამის მეორე ვიდეოში უკვე გაჩვენებთ მაგას. მოდი ჯერ ეს მისია დავასრულოთ და მე უკვე დამჩება რაღაც საათნახევარი შეთამაშო, რომ მოურჩიე გაგრას ყველაფერს და დღეს ვეცდები ყველანაირად, აი ვეცდები აბსოლუტურად ყველანაირად რომ თამაში დავასრულო. და წავშალო ესეც და Borderlands-ის გაგრას უკვე წავშალე. ანუ ორი თამაში, რომელსაც ასე თუ ისე ვერ ვიტან, დღეს დამთავრდება. იმედია დამთავრდება დღეს. ეს მანქანა სხვადასხვა ძალიან სწრაფი არის და ასე თუ ისე კი მომწონს. და აქედან ახლა ვერ გადავალ, იმიტომ რომ თამაში მეუბნება რომ მანდა მაინც იქედან უნდა შევსულიყავი და იმედია რომ ეს შეინგრევა. ეგ არისო. ერთი გვერდითი მისიაც დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ვარაუდით ამ მისიას რომ მოურჩები, მე მომიწევს იმის გაკეთება. ხოდა ვფიქრობ, ეხლა ბარემ ხო არ გავაკეთებ ის მისიას, როცა ამ ვიდეოს დავასრულებ. კაი, მოდი შევიდეთ. ისევ გადმოვდი მაქვს ჩართული როგორც ისეთ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ეხლა 9ჯერ და 10ჯერ მოვკვდე. მირჩევნია რომ
გავიარო ეს თამაში მარტივად, წყნარად და სტანდარტულად. იმიტომ რომ სიკვდილი ახლა ამ თამაში არც მემარგებს და არც თქვენ გარგებს დამიჯერეთ და რო იყოს ახლა Blood, ნაქვია მას Dark Souls-ის ნაირი თამაში. მაშინ კიდე არ ჩავთავდი, იმიტომ რომ მან მნიშვნელოვანი არის ის თუ რამდენჯერ მოვკვდები და ბოლოს როდის დაამარცხებ რაღაცა ბოლოს, მაგრამ ამ თამაში ეხა ეგ არაფერს არ ნიშნავს შენთვის. ანუ აქ სიკვდილი და გადარჩენა და არ მოკვდომა არაფერს არ ნიშნავს. მით უმეტეს ფული საერთოდ არ მაქვს და ყიდვით ეხა მე არაფერს არ ვკვდილობ მაგ ფულით და რა აზრი აქვს. ანუ გინდა მოვკვდარ ვარ, გინდა არა. უბრალოდ სიკვდილის შემთხვევაში ძალიან ბევრი დრო მეკარგება, იმიტომ რომ მე თავი არ მიწევს ყველაფერს გაკეთება. ოკვდი ეხა მალე. ხო და რა ვიცი, იმდენს ვლაპარაკობ კიდე ამ ვიდეოებში, რომ მე მგონი თქვენც დიდად არ მოგწონთ ეს თამაში, უბრალოდ ის ფაქტი, რომ ბევრს ვლაპარაკობ და ბევრ რაღაცა თემას განვიხილავ, ეგ მოგწონთ და მე მგონი, რა ვიცი, თუ ეგრე არის, ეგ მახარებს მეც. სულ ახლა რაღაცა ლაპარაკო არ მაქვს არაფერი და სულ არ ვლაპარაკობ, მაგრამ მე მგონი ყოველ შემთხვევაში იმას ჯობია ალბათ რომ ყოველ წუთში ვილაპარაკო იმაზე რომ აი ნახეთ ახლა ამას ასევე სროლ თავში, იმას ისევე სროლ თავში და ასე შემდეგ. ჯობია რომ რაღაც ცხოვრებისეული, რაც შემთავს ხდება ხოლმე, ეგენი განვიხილო, იმიტომ რომ მგონია რომ ეგ უფრო სახალისოა თქვენთვისაც, უფრო თქვენც ანუ მე ასე თუ ისე გამიცნობთ როგორც ადამიანი და არა როგორც ეს ვიღაცა მოთამაშე ტიპი. ხო და ეგ არის და ეგ. ეს ფერარია? ამით თუ მიშელავთ მე მგონი ფერარია რაღაც ძველი. უბრალოდ copyright-დან გამომდინარე ახლა ფერარის ლოგოს მაგას ვერ მიაწებებდნენ, იმიტომ რომ მე ძალიან ძვირი დაუჯდებოდათ და როგორც ყოროტები არის თუნდაც. სხვადასხვის მე კი გითხარით წინაზე, მაგრამ ძალიან მინდოდა რომ ეგ C5 ყოროტი დაჩენილიყო და წამოსულიყო შეკრებაზე, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ მოდის, იმიტომ რომ დღეს წავიდა ამერიკაში ფაქტიურად. ხვალ კიდე შეგულებაც გამდის, რაც ძალიან ცუდი არის. ცუდი არ არის ახლა პრინციპში, იმიტომ რომ რეალურად კარგი არის იმ ხრივ, რომ როგორ გითხრათ, ანუ რაც უფრო ბევრს მუშაობ, ხელფასით შესაბამისად უფრო უკეთესი გაქვს და თუ შეგულებაში ხარ, ფაქტი არის, რომ ვერ მუშაობ და შესაბამისად ხელფასით არ გექნება იმდენი, როგორც დავუშვათ შენს სხვა კოლეგებს და მაქედან გამომდინარე, ეს შეგულებაც იმიტომ ავიღებ ფიზიკურად აღარ შემეძლო უკვე, ანუ ძალიან უღიზიანდებოდი ხოლმე, ნუ არ უღიზიანდები ეგრე მარტივად რა. უბრალოდ ასე თუ ისე 7 თვე რო აკეთებ ერთი და იგივე საქმეს, დასვენება გინდა არ გინდა გჭირდება რა. შესაბამისად მაგიტო ავიღე შეგულება, თორე ნამდვილად არ ვაპირებდი და პირიქით მე დაჟე მენეჯერს ვუთხარი, რომ მეთქი არ მინდა შეგულება და მოდი ამას გადავდობთქო რა, მაგრამ მაინც ავიღე, იმიტომ რომ ჭირდებოდა და პლუს კიდე მენეჯერმაც მითხრა, რომ ჯობია რომ აიღო შეგულება და დაისვენო, ანუ ეგრე იმდენად ხელფასი არ აისახებაო. ნუ აისახება, მაგრამ არა უშავს სამაგეროთ ის მაინც გამოვა, რომ რა ვიცი, დასვენებული ვარ ესე რო ვთქვათ. ეხლა უნდა გავაკეთო სამწუხაროდ ის მისიები, რასაც გავაკეთებ უკვე ვიდეოს გარეშე. და მე გამოჩნდება ალბათ ბოლო მისიაც უკვე, რაც უნდა გავაკეთო და საბოლოოდ ალბათ იმ კაზინოსაც ხელს შეუშლი, რომ ლეგალიზაცია მაგისი არ მოხდეს. მე მგონი ეს არის ხო ბოლო, ანუ ეს არის და მეტი აქ მსგავსი გვერდითი მისია აღარ იქნება დარჩენილი. ნუ ესენი არის საკეთ, მაგრამ ესენი მე მგონი უბრალოდ DLC-ები არის და მაგის გაკეთებას ახლა არ ვაპირებ. მოკლედ იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ, იმედია რომ საუბარიც კიდე მოგეწონათ, რაც შეიძლება კიდე შეუძლებას ბარემ დავამთავრებ მაგაზე ლაპარაკს. შეუძლებას მეორეს აღარ ვიღებ. რეალურად შეიძლება ავიღო ოღონ მხოლოდ ერთდღიანი და მაგ ერთდღიან შეუძლებას მე უკვე რა ვიცი, მაგ ერთდღიან შეუძლებაში ამოვიღებ კბილსაც. იმიტომ რომ მეორე კბილის ამოღებაც მინდა, რაც სიბრნის კბილი არის, იმიტომ რომ ძალიან ცუდად არის წასული და სხვა კბილებს შეუშლის ხელს, ანუ განლაგების მხრივ. ხო და შეიძლება ეგ გავაკეთო, ან შეიძლება უბრალოდ დავუკლო მოკბილები და მაგისთვის გამოვიყენო შეუძლება, თორე შეუძლებას უკვე აღარ ავიღებ. შეიძლება ავიღო ერთი კიდე ივნისში, ეგეც კიდე, იმიტომ რომ ერთი ადამიანის ნახვა მინდა. და ეგ არის და ეგ რა. ივნისში კიდე ცუდი ისაა, რომ გამოცდებით მექნება და ალბათ გამოცდებისთვის მექნება უფრო მოსამზადებელი დრო ვიდრე შეუძლებებისთვის, და კი არა და ნახვებისთვის, მაგრამ ერთი კვირა უნდა გადავდო ყოველ შემთხვევაში ყველაფერი უნდა მოვიშორო რომ მაგ ერთი კვირის მანძილზე. ხო და რა ვიცი, ნახოთ რა როგორ იქნება რა. ძალიან ცუდი სიტუაციაა და არ მომწონს ახლა როგორც ვარ, იმიტომ რომ ყველაფერზე ფიქრი ერთად მიწევს და ყველაფერმა ერთად თავი მოიყარა. ჯერ არ მოუყრია, მაგრამ მომავალ წელს მოიყრის. და წინასწარ ხელვაც ახლა არ არის მთლად კარგი, უბრალოდ ნუ რა ისე. კაი, ერთ სიტყვით წავედი ხა, ამისას გავაკეთებ, მე ვიდეოს დავიწყებ და დავხურავ ალბათ კიდე ამ თამაშს მაგ ვიდეოში ვეც. წარმატებები ყველას და დროებით.